ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ მივესალმოთ ზაზა კორინთელი. მოგესალმებით. ჩვენს წინაშეა სეისმური ზონა. ერთი შეხედვით გააგრძელეთ. ყველაფერი კარგად დაიწყო. გადაცემის ქუდი, ეთნობენდი, შესანიშნავი შემოსვლით, რომელსაც წინ უძღოდა წარდგენა, ანუ ხმა. გააჩერეთ ეს. ხმა, რომელიც პირდაპირ გეტყვით, არანაირად არ მომეწონა. რატომ არ მომეწონა? იმიტომ რომ ეს იყო საგარეო ხმა. რა არის საგარეო ხმა? აი, ნაცნობ ადამიანს ხმაზე ყველა დამეთანხმებით რომ ყოველთვის იცნობ. მაგრამ თუ ნაცნობი ადამიანი გირეკავს ტელევიზიიდან, სხვა მედია საშუალებიდან, ან სახელმწიფო სამსახურიდან, ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური უწყებიდან, რა ხდება ამ დროს? მაგალითად, რეკავს ტელეფონი. ალო? ბატონ ზაზას ვესაუბრები? მაგალითად, ამ დროს ვერც ნაცნობს, ვერც უცნობს, უბრალოდ ვერ ცნობ. აი, ზუსტად ეს არის საგარეო ხმა. მოვისმინოთ კიდევ ერთხელ. ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ მივესალმოთ ზაზა კორინთელი. კარგია ახლა ეს. როგორ გონიათ? მე ვფიქრობ, რომ უფრო ბუნებრივი მისალმება და დაწყება მოუხდებოდა ამ ყველაფერს. თქვენს შორის აქვს ვინმე სურვილი, რომ წარმადგინოს თქვენებურად. მე შემიძლია ვთხოვო მოგაწოდონ მიკროფონი ნებისმიერ თქვენგანს და ვნახოთ როგორ გამოგივათ ჩემი წარდგენა. ვის გაქვთ სურვილი? ნებისმიერი. აი თქვენ მაგალითად. თუ შეიძლება მიაწოდეთ მიკროფონი. აი როგორც გაგიხარდებათ, როგორ შეიძლება წარადგინო სეისმური ზონის წამყვანი ზაზა კორინთელი. ჩვენსინაშია ზაზა კორინთელი. ერთი წამით? თლად ეგრე არა. მე გავალ, წარმადგინე და დავიწყოთ თავიდან. ქალბატონებო და ბატონებო, მიესალმეთ ზაზა კორინთელი. დიდი მადლობა. აი ეს უკვე სულ სხვა ამბავია. ახლა კი ნამდვილად თქვენს წინაშეა სეისმური ზონა. როგორც მოგეცნებათ, ჩაწერის დროს არ შეიძლება, ეს სტანდარტია და ყველა მიცით, არ შეიძლება ფოტო და ვიდეო გადაღება. ასევე უნდა გამოვრთოთ მობილური და სხვა ელექტროაპარატები. მაგრამ ერთი წამით. სანამ გამოვრთავდეთ, მე მაინტერესებს ბოლო შეტყობინება რა მიიღეთ. აი მაგალითად თქვენ. მიყვარხარ აწერია. უკვე ინტრიგაა უკვე. ხოლოდ სიყვარულის დღისთვის გრანდიოზული ფასდაკლება საჰარ პოლარის კიგილის მაღაზიებში სრულ კოლექციაზე 13-14-15 თებერვალს. ძალიან საინტერესოა. ეხლა წარმოიდგინე შემთხვევით, რომ თქვენი მეუღლე ნახავს ამას. მოდის SMS-ი, სადაც წერია მიყვარხარ. და კიდე რაღაცა გრძელდება. ამ დროს არის არ ვიცით რისი რეკლამა. კარგით, ეხლა უკვე ყველას შეგიძლიათ თამამად გამორთოთ მობილური ტელეფონები და გავაგრძელოთ. პირველად იყო სიტყვა. ადამიანმა ეს სიტყვა გამოიყენა ხან იარაღად, ხან კომუნიკაციის საშუალებებად, ხან წერილი დაწერა. სიტყვა წერილად აქცია. ხან ამ სიტყვით ცხოვრება აიწყო, ან დაანგრია და ასე თუ ისე მოვედით დღემდე. ადამიანი, რომელიც სიტყვით ქმნიდა თავის სამყაროს, ადამიანი, რომელიც სიტყვითვე ანგრევდა თავისივე აშენებებს. სიტყვა, რომელიც მას არასდროს არ ავიწყდებოდა, ან ავიწყდებოდა, ან ამბობდა საჭირო დროს, ან არასაჭირო დროს ამბობდა.
როგორც იმანდაზაშიანა თქვამი, შეძახილმა ხე გაახმო. თუმცა მე გეტყვით რომ ეჭვი მეპარება, რომ მხოლოდ შეძახილ შეეძლო გაეხმო ეს ხე. მე მგონი ალბათ წყალიც არ მიუსხეს. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. უსტარი, დავთარი, გზავნილი, წერილი, შეტყობინება გნებავთ მესიჯი. ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებდა კომუნიკაციის უამრავ საშუალებას. ჩამოვთვლით ქვაზე შესრულებული უძველესი გზავნილები. ზარი, კოცონის ალი, გასროლილი ისრით გზავნილი. წერილი ძროხის ეჟვანში, ტრედი პოსტალიონი, ფანჯარაზე კენჭის სროლა, დეპეშა, ტელეგრამა, წერილი, პეიჯერი, მობილური, ინტერნეტი და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები. მიუყვეთ ახლა ნელ-ნელა ამ ყველაფერს, შეტყობინება ცეცხლის ალით. ამ შეტყობინებას ელოდა სოფელი, ლაშქარი, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი და თქვენ წარმოიდგინეთ ხანდახან თავად მტერიც. ძალიან საინტერესო თემა, აქ უმრავლესობა ახალგაზრდების ხერხართ და შეიძლება ეს ინფორმაცია ან არ იცოდეთ, ან არ გახსოვდეთ. და მე შეგახსენებთ, როდესაც შემოვიდა პირველი ხაზის სატელეფონო კავშირი, რომელიც ჯერ კიდევ იშვიათობა იყო. აი, მაგალითად, დედაქალაქიდან გვინდოდა ნათესავთან სადმე რაიონში, სოფელში დარეკვა, დაკავშირება. თქვენ თუ იცით, რა გზა უნდა გაევლო სატელეფონო სიგნალს აი ამ კავშირის დასამყარებლად. ჯერ ვეკავდით ცენტრალურ სადგურში, რომელსაც თუ კარგად მახსოვს, ფოსტამტი ან ფოსტატელეგრაფი, რაღაც ესეთი ერქვა, რომელიც უკავშირდებოდა რაიონულ სადგურს, მისივე განყოფილებას, ხოლო ეს რაიონული სადგური უკვე კი უკავშირდებოდა სოფელში მყოფ იმ ერთადერთ მეზობელს, რომელსაც ჰქონდა ხაზის ტელეფონი. ეხლა წარმოიდგინეთ, თან ის წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ ამ და ამ დროს თბილისიდან დაურეკავთ ჩვენ და უნდა გააფრთხილოს მისი მეზობელი, ჩვენი ნათესავი, რომ ის გადმოიყვანოს და დახვდეს ამ ზარს. ხო, აქ ბევრი ვერსიებია უკვე. სტანდარტულად ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი მიდის დასაძახებლად. თუ ეს ზამთარია და თოვლია, განსაკუთრებით ძნელია ეს ამბავი, იწელება დროში. ან შეიძლება უბრალოდ ამ წასულ ახალგაზრდას ან ბავშვს დაეზაროს იქამდე მისვლა და მოიტანოს ესეთი ამბავი. არ იყვნენ სახლში. ეხლა რამხელა ტრაგედია. ის ელოდება უკვე საათნახევარი მინიმუმ ამ ამბავს. თან შიგა და შიგ გვესმის ჩვენ ოპერატორების ერთმანეთთან კავშირი, გაბრაზებული ხმით. ლაპარაკობთ? ლაპარაკობთ? რაღაც ესეთი. არის ასევე მეორე უფრო წარმატებული ვერსია, როდესაც დახვდა ზარის მიმღები ამ ზარს და იქ შეიკრიბა მთელი სოფელი, ნათესაობა, მეზობლები, მეგობრები და ყველანი ერთად ესაუბრებიან იმ თბილისიდან დარეკილს, იმ დამრექს უпроსტორად, ვისაც მასთან კავშირი, ანუ არანაირი არაფერი არსად არ ისმოდა. ამ ხაზის ტელეფონებს ცოტა აქეთ გადმოვიდეთ უკვე სოციალისტურ ეპოქაში. ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეეძლო და ასევე ბევრი პრობლემის შექმნაც. აი, მაგალითად, ხაზის ტელეფონს შეიძლებოდა დაეშორებინა საუკეთესო კარის მეზობლები. იცით რატომ? უბრალოდ მათ შეეძლოთ ერთმანეთში პარალელურ რეჟიმში გაეყოთ ეს სიგნალი. და ავტომატურად ხდებოდა პარალელურადვე მათივე ოფიციალური თუ ანონიმური თუ პირადი ზარების მოსმენა. ეს ხშირად იყო კონფლიქტის საგანი და ძალიან ბევრი ვიცით ჩვენ, რომ ესეთი მეზობლები ხშირად დაშორიშორებულან, ან პირიქით, ვისაც შეუნარჩუნებია ეს მეგობრობა და მეზობლობა, იმათ გაუძლიათ ესეთი გამოცდისთვის და ტაში მათ. კი ბატონო, წერილი ინფორმაციის გადაცემის საუკეთესო საშუალება ადამიანის განვითარების ეტაპებზე ნებისმიერ დროს. დღემდე აქტუალური, დღემდე
მნიშვნელოვანი და დღემდე ყველასთვის აუცილებელი. გთხოვთ ვნახოთ ფილმი. ესე იგი დღეს ბიჭები კი ამოვლენ საღამოთი. უნდა დავხვდე კარგად, ჯიგრულად დრო გავატარებინო, ესე იგი ვინ იქნება შოთა მოვა, თენგო მოვა, გიორგა მოვა, გიორგას თეონაც უეჭველი მოყვა, თეონა თუ მოყვა, ნამცხვარი უეჭველი მინდა, შოთა მარხვაზია, სამარხო უეჭველი მინდა. ეხლა მოდი მეიცი რას ვზავ, შევა, ჩემ მეუღლეს წერილს მივწერ და გავაფრთხილებ, რომ სათანადოდ დამხვდეს. წერილი მაინც სულ სხვა. ესე იგი რა მოხდა? ადამიანი მივიდა საფოსტო განყოფილებაში. დაწერა წერილი. ჩადო კონვერტში. დააკრა საფოსტო მარკა. ჩააბარა ოპერატორს. გადაიხადა შესაბამისი საფასური. ოპერატორმა გადასცა გადამანაწილებელ განყოფილებას, საიდანაც შესაბამისი მიმართულებით უკვე წაიღო კურიერმა და მიუტანა ადრესატს. ამ ერთი შეხედვით მარტივ პროცესში, როგორც ხედავთ, უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კომუნიკაციის სხვა ტრადიციული მეთოდებიც, ავად თუ კარგად, მაინც ემსახურებოდა ადამიანთა გაერთიანებას. თუ ადრე ჩვენ შორის მანძილი იყო მოკლე და კომუნიკაციას დიდი დრო სჭირდებოდა, დღეს კომუნიკაციამ დროში ამცირა, ჩვენ შორის მანძილი კი გაიზარდა. ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხებით, ძალიან საინტერესოდაც დავიწყეთ, ამიტომ კომპეტენტურები რომ ვიყოთ, მე მინდა სტუმრად მოვიწვიო ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი, ისტორიკოსი ბატონი სვიმონ მასხარაშვილი. როგორ ბრძანდებით? როგორ გიგითხოთ, როგორ ბრძანდებით? შესავალს უსმენდით ალბათ. უსმენდი და ამ წერილებმა ცოტა არ იყოს დამამძიმდა და რატო, იმიტომ რომ რაღაცები გამახსენა. მე უკაცრავად მაყურებელს ვეთყვი, რომ ჩვენ წინასწარ არაფერზე არ შევთანხმებულ ვართ, ეს არის სრული იმპროვიზაცია, უბრალოდ თემა უთხარით, რომ კომუნიკაციები უხსოვარი დროიდან ვიდრე დღემდე. ხო და რატომღაც ამოვიდა ცოტა ისეთი თემები ამ წერილზე. მოკლედ, პირდაპირ ხო არ გადააკეთე შენი მომზადებული მასალა. რაც წყაროშია ეგ არის რა. კი ბატონო. მოკლედ მოვიდა საქართველოში წერილი. წერილი მე-16 საუკუნეა და ალექსანდრე მეორეა კახეთში. ხო და წერილში წერია რა, რომ ბოლო ბერი დავჭირ იერუსალიმში ქართველი, აღარც ახსარია, გვჭირდება ახალგაზრდა ბერები და
რო იერუსალიმის ქართული სავანეები შევინახოთ. ნუ რა უნდა ქნან, ეხა ალავერდელი იყო ვინმე ჩოლოყაშვილი. მოკლედ წერილები დაგზავნა ისევ და ისევ წერილები, და საქართველოში გურია, სამეგრელო, რაჭა, ქართლი, მესხეთი არ დარჩენილა არც ერთი. და ნუ შინაარსი ეს წერია, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სავანეები. მოკლედ აიკრიბა წარმოუდგენელი საგანძური. ჩამოვიდა კახეთში, ალავერდში. ხო და ამ დროს კიდევ ერთი წერილი მოდის ამ ალავერდელთან. წერილს წერს მეფე ალექსანდრეს და მონაზონი. კაცო, მეო მონაზონია, იმიტომ ვარ და შენო ბერი და მე მიტროპოლიტიო, რომ ფული არ ქონდა. ეს თურმე ჩოლოყაშვილი არის უმცროსი შვილი, მამული არ ერგო. შესაბამისად ცოლი ვერ მოიყვანა. როგორც ხდებოდა. ხო და ის კიდე მისი საცოლე მონაზონად აღკვეცილა. ამხელა ფული გვაქვს, რა დროს იერუსალიმიაო, რა დროს ჯვრის მონასტერიაო. ჩვენ დავიწერო ჯვარი და ასე შემდეგო და მოკლედ მოთხრდნენ საქორწილო ქორწინებაში. მიყვარს ეგეთი ფორმა ისტორიის მოყვება. წარმოედგინე რა სიტუაცია შეიქმნებოდა, ხო? რომ მთელი ჩვენი ეროვნული საგანძური მიატოვეს და თან ეს მეორე საგანძურიც აიღეს. ხა მეფის რეაქცია ხო ბუნებრივი უნდა იყოს, რომ ამას სიკვდილი მას ჩამოხჭობა. აქ წამყვანმა თქვას საინტერესოა რა ქნა მაგ დროს მეფემ. კი ბატონო. რა ქნა მეფემ? როგორც კი ნახა რომ იმ სასიცოცხლოს ფული გაუშვდა, წერილი მიწერა რა, შეოხერო, იმიტომ არ გატანდი ხალხს რომ ფული არ ქონდა. შენო ფული ხო გაქო? ეხა მოდიო, მამულები იყიდეო და ანუ ფაქტობრივად ინვესტიცია ჩადეო რა. ჩადეო. ეხა ან რა ქნა, გაათეთ რა მოკლედ ეს ფული რა. ეს ფული ჩაადებინა მამულებში, ანუ შესაბამისად ფული ჩაიდო თვითონ ჯიბეში, მამული ასამზითო დაასხოლა მიეცა რაღაც. ქორწილიც გადაუხადა, დაჩაკრება მხიარული იერუსალიმ წაიღეს ბერძნებმა. ნუ მე რიგი დავიბრუნეთ, მაგრამ ნუ იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში დაიკარგა. საუკუნე დავაზუსტოთ? მე-16 საუკუნის მეორე ნახევარი. დიდი მადლობა. ეს კიდევ არაფერი. იყო ხანდახან ზაზა ბატონო წერილის საერთოდ ვეღარ მივიდა ადრესატამდე რა. აი ეგ ძალიან საინტერესო ისტორია. არა ხდება მოხდა რა. ელც გუდვინია ესეთი ცნობილი ისტორიკოსი, ევროპელი, ახლა ოსმალეთის წყაროები რო გახსნა აღმოჩნდა, რომ გამიხარდა რომ წერია რომ საქართველო არ შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში. ამაყი ქართველები დაპყრობილი არ ყავდა, მაგრამ რა არის იცი ძალიან გაჭირვებული ხალხი ყოფილაო და რატო დაასკო. მოკლედ საქართველოს ელჩი ჩადის ოსმალეთის იმპერიაში, სადღაც მე-17 საუკუნეა ცხადი ეს პერიოდია და მიაქვს წერილი რა, რაღაცა ამბები უნდა გადაწყდეს, შეიძლება საბაჭო გზებმა გაიაროს, გამოიაროს, რაღაცა ზავი დაიდოს და ამ ელჩს უცებ ძალიან მოეწონა სტამბოლში ცხოვრება რა, საჭმელებით, ასაცმელებით. ხო, ბევრი რაღაცა. რა ქნა? და წერილი რომ მიცეს ხო უკვე გაოფიციალურად. სანამ წერილი მიცა, დაიწყო ამალის წევრთა გაყიდვა. ეხა ამალა ხო ვიცი ქართველებს დიდი ამალა გვიყვარს, კაი მიდი ჯერ ერთი, მეორე, მესამე. ბოლოს ადგავ კაცო. დაცოცხო გაყიდაო, პირადი თარჯიმანიც გაყიდაო რა. მთელი ქართული ამალა გაყიდა, მაყუთი იშოვა, დრო ატარა და წერილი დარჩა ესე რა. საქართველოს მხიარულ, მაგრამ დიდი მადლობა და მოდი მაყურებელმა შეაფასოს. ჩვენ არაფერი კომენტარი არ გავაკეთოთ რაღაცა არის ერთად ამ თემაზე. ამ თემაზე. ეს ფაქტებია, ჩვეულებრივი მშრალი ფაქტებია. საქმე წერილის, რომელიც რო არ ითქვას არ შეიძლება რა. ესეთივე საქართველოს აი ესეთი აზელი განადგურების პირას მისული. იავარქმნილი ყველასო ყიდიდა და მოხდა ესეთი რაღაც. აი წერილის ფაქტი. რო გიორგი სააკაძე ნადირობს, კახეთიც გაწირულია, ქართლიც, არავინ საქართველოსზე არ ფიქრობს და შემთხვევით ტიპი იცნო. შიქრიკი შახაბაზის დაუძახა, არ გაუჩერა, მოკლედ ჩამოაგდო ცხენიდან და აღმოუჩინა წერილის. უშტა. სადაც ეწერა რომ ქართლი უნდა ამოაგდოს, სააკაძე მოკლას. აი ამ წერილს კი მოყვა შედეგი, რომ მთელი ქართლი გაერთიანდა. აღდგა ფეხზე მთელი საქართველო და მეორე თუ მესამე დღეს მოიგეს მარტყოფი. მოიგესა თავი გაწირეს და 9000 წმინდანი შედგა. აი ისეთივე ადამიანები, რომლებიც გუშინ შეიძლება ყიდიდნენ მარაბდაში გმირად, მერე სამ თვეში პარტიზანული ომით 120.000-იანი არმია რაც სულ შაღაბას ყავდა 60.000 გაუნადგურეს და საქართველო გათავისუფლდა და აღდგა როგორც დიადი ქვეყანა და დიადიერი. ანუ რისი თქმა მინდა იცით რომ აი იმ წერილს ხანდახან აუყენები ვარ და ყველაზე საინტერესო რა არის ყველა ეს წერილი ზაზა ბატონო ქართლის ცხოვრება ერთად დიდმა წერილმა შემოგვინახა იმის დასტურად რომ ყოველთვის დავცემულ ვარ ხშირად დავცემულ ვარ სულელებით ყოფილ ვარ მაგრამ იმ წერილის არსი ის იყო რომ არასოდეს არ უნდა დავკარგოთ იმედი რომ შეგვიძლია მკვდრეთით აღდგომა და ერთ წამში დიად დედამიწის გადამტრიალებელ გმირებად ქცევა ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო ვიკითხოთ ჩვენი ისტორია მადლობა
უღრმესი მადლობა, უღრმესი მადლობა. საქმიანობა როგორც ბიზნესი უძველესი უხსოვარი დროიდან მოდის საქართველოში საფოსტო ბიზნესის განვითარებასთან ერთად დაიწყო და წარმოუდგენელიც არის ეკონომიკის განვითარება თუ არ იქნება საფოსტო ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა, მიმოსვლა და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ პირველი საფოსტო საგადახდო ნიშანი, საფოსტო მარკა, რომელიც გამოიცა ინგლისში მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, სადღაც 10 წლის შემდეგ უკვე საქართველოში იქნა გამოცემული საფოსტო ნიშანი. ესე იგი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იმ პერიოდში რამდენად განვითარებული იყო საფოსტო სფერო და საფოსტო ბიზნესი. სხვათა შორის ეს არის ის მარკა, რომელიც ერთ-ერთ ძვირად ღირებულ მარკად ითვლება ბიზნესში, როგორც არის ფილატელია. ეს მარკა 3 ეგზემპლარი იყო შემორჩენილი 2000 წლის დასაწყისში და მათ შორის ერთ-ერთი გაიყიდა სადღაც 9 მილიონად იმ პერიოდში და მას შემდეგ ეს მარკა არ გამოჩენილა. საქართველოში ბიზნესი განვითარდა აბსოლუტურად დამოუკიდებლად საფოსტო სეგმენტის გარეშე. არა მარტო ბიზნესი, ეს არის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა. დღევანდელ ცივილიზებულ ტექნოლოგიებით დატვირთულ სამყაროში არ ჩაუნაცვლებია სხვა მეთოდ სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა, კვლავ რჩება საფოსტო წერილობითი კონტაქტი. ყველა ქვეყნის ცხოვრებაშია ალბათ ისეთი პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ საქმიანობას და ასეთი საქართველოსაც ბევრი ქონია. ეს არის ალბათ საომარი მდგომარეობა, როდესაც ინფორმაციის მიწოდებას ამ შემთხვევაში ძალიან დიდი და გამსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა ჩვენ კურიერს მიუტანია ადრესატთან გზავნილი, მაგრამ იმხელა თოვლი მოვიდა გზაში, ვიდრე ის ფეხით ადიოდა სიმაღლეზე, რომ უკან ვეღარ დაბრუნებულა და 2 დღის განმავლობაში გამასპინძლებია ადრესატი ზესტაფონის რაიონში ორ სოფელში. მე თვითონ წავედი კურიერთან ერთად წერილების ჩასაბარებლად. პრინციპში ეს ტესტის სახე ქონდა, იმიტომ რომ მაინტერესებდა რა რაოდენობას მოსწრება შეიძლებოდა 8 საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი პოპულარულია საქართველოს პოსტის კურიერი, ყველა იცნობს, ყველა პატივისცემით ეპყრობა, ყველასთან სიახლე მიაქვს. მე როცა დავიწყე ამ კომპანიაში მუშაობა, ბალანსზე ყავდა ცხენი, რომელიც ძალიან გამეხარდა ცხენის არსებობა, თუმცა ერთი ცხენი, თუმცა გაირკვა, რომ 70-იან წლებში გარდაცვლილა ეს ცხენი, მაგრამ ბალანსზე ისევ იყო. თივა გქონდა ბალანსზე. სამეგრელოში. ერთ-ერთ რაიონში იმერეთში ერთ-ერთმა პოსტის თანამშრომელმა ფაქტიურად გადაარჩინა ის მანქანა, იმიტომ რომ განადგურდა პოსტა, იქ ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, არაფერი, გადაარჩინა ეს მანქანა და წაიყვანა სახლში, თავის სახლთან ეზოში დააყენა. იმნეხანს იდგა, რომ მას შემდეგ სამშენებლო ბიზნესი განვითარდა, როგორც ჩანს, იმ რეგიონში და იმდენი შენობები აშენდა გარშემო, რომ დღესაც იქ დგას. საქართველოს პოსტის წარმომადგენელი, კურიერი, ბატონი ლევან თოთაძე. ბატონო ლევან, დაშით შევეგებოთ. მოგზავნი დაბზანდი. რა მოგვიტანეთ? კარგი, რა მოგვიტანეთ? სიახლე, სიკეთე. ეს სიახლე უკვე ის არის, რომ ფორმით მოვბრძანდით, მშვენიერი ტრანსპორტი გაგაჩნიათ. ნამდვილად წინა სტუმარი საუბრობდა უფრო ძველ დროზე პოსტასთან დაკავშირებით და დღევანდელ პოსტაში შეცვლილია უკვე კომუნიკაციების დეპეშა რო იყო და ტიტუ როგორ გამედეს დეპეშის გვეთყობა რომ გამოგზავნა. რა ტრანსპორტით დავდივართ, უკვე გვეთყობა. დიდი მადლობა პოსტას ასეთი კომუნიკაბელურობისთვის. ხო, ძირითადად ის კულტურა პოსტაში ღია ბარათების გაგზავნა აღარ იყო. ხო? საქართველოში ერთ პერიოდი
გაჩერებული იყო, მაგრამ ეხლა უკვე ნელ-ნელა მიეჩვია ხალხი ღია ბარათების გაგზავნას. საქართველოს ფოსტას გააჩნია უკვე საფოსტო ყუთები მთელი ქალაქის მასშტაბით რაიონებში, ნების 24 საათის განმავლობაში შეუძლია მოქალაქემ ისარგებლოს როგორც ღია ბარათი გააგზავნოს, ასევე დახურული წერილი. ეხლა მე ერთი რაღაცა მაინტერესებს თქვენი პირადი გამოცდილებიდან. ნუ ახლა ვიცით რომ არის მაღალმთიანი რეგიონები, არსებობს კურიერი, რომელიც ფეხით მოძრაობს, არსებობდნენ ცხენით მოძრავიც, რომლებიც შეიძლება დღემდეც არიან. ნუ ახლა თქვენი თანამედროვე სისტემა გასაგებია, კიდე სხვადასხვა ფორმები არსებობს ამანათების დაწერილების მიტანის. მე მაინტერესებს თქვენი პირადი ურთიერთობა ფოსტასთან, როდის დაიწყო? რატომ მოგინდათ აქ დასაქმება? და კიდე ერთი ტექნიკური შეკითხვა ორს გეტყვი ერთად. ეს სკუტერი ალბათ მოითხოვს მართვის მოწმობას, ხო? კი, მართვის მოწმობას. და ესე იგი როგორი წესით მიიღეს სამსახურში? იქ მოთხოვნაში ეწერა, რა ეწერა, რომ ენების ცოდნა, კომპიუტერი, გამოცდილება, მართვა, სკუტერი, აი რა ეწერა? მართვის მოწმობა აუცილებლად. რისი მართვის მოწმობა? თავიდან მანქანის მართვის მოწმობა უნდა გქონდეს, შემდეგ სტაჟიორად B კატეგორია, სტაჟიორად რომ მიდიხარ ფოსტაში, იქ გასწავლიან გვაქვს შესაბამისი ფარეხი, სადაც ხდება სკუტერის შესწავლა, შემდეგ თუ აიღებს A კატეგორიის მართვის მოწმობას, რაზე გამეცინა, იცი? ეხლა ესეთი პროფესიონალური სკუტერები ხარჯიანიც არის და თან მართვის მოწმობას მოითხოვს და მე ვიცი რომ პრაქტიკაში არსებობს ისეთი სკუტერებიც მე მგონი 0.05-ის 0.9-ის დაბლა, რომელსაც არ ჭირდება მართვის მოწმობა. ის სკუტერი რო გამოიყენოს ფოსტა, რამდენად დაძლევადი იქნება სირთულეები აღამარჩი მაგალითად. აი ეს არის ძალიან საინტერესო. თუმცა მაღალმთიან რაიონებში ძალიან გაუჭირდება, მაღალმთიანში კი არა და ალბათ ქალაქშიც არის საკმაოდ. მოკლედ ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვიცით პოსტის შესახებ. პირადად ვესაუბრეთ ძალიან ბევრ წარმომადგენელს, ძალიან ბევრი კარგი ისტორია მოვისმინეთ მანამდე. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ბევრი წარმატება გისურვოთ და ბევრი სიახლეები ყოველთვის გაგეხარებინოთ ჩვენი გულები. საქართველოს ფოსტას უსურვოთ წინსვლა და განვითარება. მის ყველა მოსურნე ერთი სურველ ხალხთან ერთად. დიდი მადლობა, თქვენ დამბრძანდით ასე დაწესებულებით. სიტყვას გეტყვი, სიტყვა უთქმელს. მოგანატრე ვერფერს. ეი ლექსად. აი საუბრებს, არის საერთოდ საუბრებს. ამ საუბრებს, იმ საუბრებს. დავიწყებულს, გახსენებულს. უნდა ჰარცებს გორშოვრავს, ჰომღარ საუბრებს, არის საერთოდ და კაცები. ამ საუბრებს თუნდია, არის საერთოდ არის საქართველოს. პოეზია მიყვარს. რად ვერ წამოვდეთ ფეხზე და რად მჭირს ეგრეთი იარა, რამდენი დროა გასული, რად ვერა გამიგი არა, სად მყვანან ჩემი სწორები, ერთად რომ ვიყავთ ომშია, მომინდა ვაშლი, ატამი, მომსურდა ბია, კომშია, მგონი მომწყურდა ჩხავერი, ალბათ კიდევაც მომშივდა, შემწვარი გოჭის კანჭი და ჭადი, კუპატი მომშივდა, მომშივდა ზაქის მწვადები, ორთქლზე ხინკალი მომშივდა, სულგუნი იმ ცხელ ყომში და ქეიფი 3-ში, 4-ში და ბარსელონაში, პრაღაში, მოსკოვებში და რომში და როსტოვ დონეცკში, ხარკოვში, ვენაში, კასპში, გორში და რამდენი დროა გასული, რად ვერ წამოვდეთ ფეხზე და რად მჭირს ეგეთი იარა, რა ვერა გამიგიარა.
მე არ მქონდა უფლება რომ კიდევ ერთი თქვენთვის სასურველი და ჩემთვის პირადად ძალიან კარგი და დიდი ხნის მეგობარი არ მომეწვია სტუმრად და ამ სხვადასხვა თემებზე, რომელიც კომუნიკაციებს ეხება, მასთან ერთად არ მესაუბრა. თქვენს წინაშეა აბა თუ იცით ვინ? აბა? თამუნა? ერთს ვიხდებიან ესენი. თამუნა ლეკვეიშვილი ჩვენთან ერთად. დაბრძანდი. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენთან. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა დრო რო გამონახე და ხშირად მე ვიყავი ხოლმე ხშირი სტუმარი თქვენი პროექტების. ეხლა მიხარია რომ ჩვენ სტუმართმა სპინძლობა რაღაცნაირად ერთ სივრცეში ლამაზად გამოგდის. მე მგონი ადევნებდი თვალყურს რა გვინდოდა, რაზე ვსაუბრობდით, საერთოდ კი, გისმენდით კომუნიკაციები, ურთიერთობები, ეს ურთიერთობების კულტურა, წერილი. იცი რა მინდა კითხო? თუ გახსოვს სასიყვარულო წერილი თუ მიგიღია ესეთი რა თქმა უნდა და როდის მიიღე და რა ეწერა? შიგნით თუ ეს საიდუმლო არ არის? მიმიღია კი სასიყვარულო წერილი, ბანაკში ვიყავი ურეკში და რაღაც დღე იყო სიყვარულის დღე და ვისაც ვინ მოსწონდა. რამხელა იყავი? ვიყავი ალბათ 14 წლის. და რაღაცა წერილი არა, სხვათა შორის წერილები მივიღე. არა, ის პირველია საინტერესო. პირველიც მაინც სხვა სუნი აქვს. აუ, შენახული მაქვს ზუმბად, აი რომ ცოდნოდა რომ აი ეს თემა იყო, მოვძებნიდი და წამოვიღებდი. ზუსტად არ მახსოვს რა ეწერა. ამონარიდი, შინაარსი. რაღაცა ძალიან ლამაზი გოგო ხარ, მიყვარ ხარ. ხო, ოღონდ როგორ შეუყვარდი რამდენიმე დღეში, არ ვიცი. ეს ანონიმურად დარჩა თუ გაგეცნო მე? აი, მე გამეცნო. ვახ. და თუ იყენებთ დღემდე ამ ფორმას წერილების გაგზავნის, იმიტომ რომ იმდენად ჩაანაცვლა თანამედროვე ტექნოლოგიებმა და თანამედროვე კონტაქტებმა, გადავედით ყველანი ციფრულ მომსახურებაზე, ხო? 1000 ვერსია გვაქვს, სოციალური ქსელებია, მობილური ტელეფონი უკვე არ ვიცი, შეიძლება ისე გაასწროს დანარჩენმა ტექნიკურმა განვითარებამ, რომ საერთოდ არაფერი ხელსაწყოარ დაგჭირდეს, ჩვენ თვითონვე ვიყოთ კომუნიკატორი, ხო? და მე ვიცი რომ შენ დამეთანხმები, მე მაინც ვფიქრობ რომ ამ წერილს ერთგვარი, იცი როგორი ფორმა აქვს, ვერ შეცვლის მაინც ვერაფერი, რაც არ უნდა ეს ტექნოლოგიები განვითარდეს. არ ვამბობ იურიდიულ ნაწილს, ამაზე ისაუბრეს, რომ ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის თუ ოფიციალური ურთიერთობები აუცილებლად გზავნილი წერილით და პოსტით ხდება, ეს გასაგებია, მაგრამ თუნდაც რომანტიულადაც რომ შეხედო, წერილს რომელსაც აქვს ფორმა, რაღაცნაირი თანამედროვე ენით რო ვთქვა, დიზაინი და ყველაზე საინტერესო, ხელწერით, წარმოიდგინე ხელწერის ნიმუში, ხო? ადამიანის ხელწერაში რა ჩანს? ხელით წერაში ყოველთვის ჩანს ადამიანის განწყობა, ხასიათი და ყველაზე მაგარი, რაც ვერაფერი, რასაც ვერ შეცვლის, ალბათ სუნი, ხო? იმ დროის შეგრძნების როცა ეს წერილი იწერებოდა. აი რაღაც ესეთი, ხო? მეთანხმები? აი, რაღაცა აქ იდუმალება თუ რა ვიცი რა დამარქვა, რაღაცნაირი შეგრძნება არის კი წერილთან ურთიერთობაში. სხვანაირი. კი, და ერთ რაზე მეცინება ახლა. წეგან საუბრობდა ბატონი წარმომადგენელი გენერალური დირექტორი საქართველოს პოსტის ერთ-ერთ რეგიონშიო მანქანა, რომელიც მოექცა, გადაარჩინა ერთ-ერთმა პოსტის თანამშრომელმა ეს მანქანა ცუდ დროს, გაჭირვების ომიანობის დროს, წაიყვანა სახლში, მერე ისე მოხდაო, რომ შენებლობებმა ირგვლივ სოკოებით ამოყვეს თავი, აშენდა სახლები, რაღაცები და ეს მანქანა მოექცა ისეთ ადგილას, რომ თან ბალანსზე ყავთ დღემდე, ვერც შლიან, ვერც გამოაქვთ, ვერაფერს ვერ შევიან და შემოაშენეს და მე ეჭვი მაქვს, ზესტაფონში ხომ არ არის ეს? შენ ხო არ გსმენია რამე ესეთი საფოსტო მანქანის შესახებ? არ გამიგია და ვერც გამოვიცხავ, არ ვიცი. კარგი. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო, კიდევ ერთხელ გაკოცო მინდა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. არსად არ წახვიდე. არსად არ წახვიდე და ჩვენ გავაგრძელოთ. გამარჯობა თამარქირია, რით შემიძლია გემსახურებთ?
გაიგონო თუ შეიძლება. ინდა მოვიწვიო სტუმრები. ექსპერტი კომუნიკაციების დარგში ქალბატონი ნინო ჭავჭავაძე და ასევე საბანკო სექტორის დარგში ექსპერტი თიკუნა ნარიმანიძე. ხოთ მივესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ არ მინდა რომ დიდი დრო წაგართვათ და შეგაყოვნოთ და ძალიან მოკლედ მინდა როგორც ექსპერტს მოგმართავთ ახლა. ძალიან აქტუალურია საქართველოში ესეთი მომსახურება, რომელსაც ქვია ცხელი ხაზი. და თქვენ ამ დარგში ძალიან კარგი გამოცდილება გაქვთ. წევენ გავიდა ჩანაწერი, როდესაც უგზოუკლოთ ანერვიულებული ადამიანი, ასევე უგზოუკლოთ მიმართავს რომელიღაცა ცხელი ხაზის ოპერატორს და გაურკვეველ თემაზე პრეტენზიებით, რაღაცას უმტკიცებს, ეჩხუბება და ასე შემდეგ. თქვენ შემთხვევაში რა ხდება? თუ გაქვთ ესეთი ამონარიდები ჩვენთვის მოტანილი და რამოდენიმე თუ შეიძლება ბევრ დროს არ წაგართმევთ. თქმა უნდა გვაქვს და თან ისეთ საინტერესო მეტად, იმიტომ რომ არის ოჯახური კონფლიქტების მომსწრეები ხდებით ხოლმე და ხშირად გვიწევს იქ შერიგება ოჯახების დამშვიდება და ნუ ძალიან ბევრი ისტორიას ვისმენთ. ცხელ ხაზს შეუძლია ოჯახების შერიგება? კი, ხდება ხოლმე ასეთი. ძალიან საინტერესოა. მოდიან წყვილები დეტალურის მოთხოვნით და ნუ ვეუბნებით რომ ცოტა გვიან და თანამშრომლები უწყობენ ამაში ხელს რომ რაღაცნაირად მოახერხონ თავის დაძრომა. მაგალითად? მე მიდიან, შვიდებიან, ბრუნდებიან და გადაფიქრება თუ ხდება ოჯახი ასე თუ ისე ინარჩუნებს ხოლმე იმ რაღაცა ურთიერთობებს და არის რომ ზემატყეპაც ხდება ხოლმე ოფისშივე და საინტერესოა. რამე ისეთი კონკრეტული უცნაური ხო არ გახსენდება? უცნაური კითხვებით რეკავენ, უნდათ ხოლმე პრეზიდენტთან დაკავშირება პირდაპირ ჩვენგან. რასთან? პრეზიდენტთან, საქართველოს პრეზიდენტთან ითხოვენ ხოლმე პირდაპირ კავშირი. თქვენთან რეკავენ? და დავაკავშიროთ აუცილებლად. SMS მდივანი ხართ, გვეუბნებიან ხოლმე პირდაპირ, რომ SMS მდივანი დიახ და ასე რომ ეს რაღაცა საინტერესო სურვილები აქვთ ხოლმე. მაგალითად უკვე ხოლმე რაღაც ფუნქციები ტელეფონის, ახალი ტელეფონები, ნუ ყოველდღე ახალი რაღაცა ემატება ტელეფონს და ერთხელ რეკავს ძალიან აღფრთოვანებული ბატონი, რომელიც ძალიან ნეტარი იყო, ესე გაგვიშინაურდა და რა ბედნიერება ეს რა მაგარი ფუნქციები აქვს ამ ტელეფონებსო და ნუ ახლა ვკითხეთ რომ მაინც რომლით არის ესეთი აღფრთოვანებული და გითხრა რომ ვიღაც ტიპი არ მევასება ძალიან, აი არ ვპასუხობო და მე რომ დავხედავ ტელეფონს წერია ნიპრიატნეო. პირდაპირ წერია. კარგია. ეს ტელეფონი ხდებაო ამასო რომ მე წარმომიდგენია რამდენი რამე გექნება მოსმენილი და რამდენი ისტორია თავს გადახდენილი. ერთი წამით გადავალ თიკუნასთან, იმიტომ რომ თიკუნა პირადად თქვენ თუ ცოტა სხვანაირი შეხება გაქვთ, თიკუნას პირადი ლაივ ურთიერთობა აქვს მომხმარებელთან და შენ თუ რამე კონკრეტული ისეთი უცნაური, შეიძლება ხანდახან აბსურდულიც გქონია, რა თქმა უნდა გქონია ყოველდღიურ ცხოვრებაში და რამეს კონკრეტულს თუ მეტყვი? ძალიან საინტერესო კლიენტები მყავს. ძალიან რაღაც აბსურდული მართლა მოთხოვნილებები აქვთ. ძალიან განვითარებული სხვათა შორის სულ ყველას რაღაც SMS ბანკი და შვილო მესიჯი მომევიდა, ოღონდ სამწუხარო ის არის რომ ვერ კითხულობენ და ყველას მესიჯის წაკითხვა უწევს და ახლა მოთხოვნილება აქვთ იმის რომ დარეკონ. როცა რამე თანხა ჩაერიცხებათ, გადაერიცხებათ, გადმოერიცხებათ, რა ვიცი, ყველაფერზე უნდათ რომ ბანკმა განახორციელოს მათთან ზარი. რატომ არ დამირეკეს და როცა ურეკავენ რაღაც შეტყობინებაზე რომ აი თქვენ გაქვთ გადასახდელი რა მაქვს გადასახდელი რატომ მაქვს გადასახდელი ნუ ძალიან პრობლემური კლიენტები არიან და აქვთ ნუ ხელმოწერის პრობლემა რატომღაც რომ ეს ხელმოწერა არ ვიცი კლიენტებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა აქვთ პრობლემა იმის რომ ადგილზე არ უნდათ მოსვლა და აი პოსტის მომსახურება სურთ რომ ადგილზე მივიდეს პოსტა მიუტანოს ის თანხა წამოიღოს პოსტა მითახი და თქვენ ამ ფუნქციებსაც ბანკთან არსებობს მე რა მახსენდება ის უკაცრავად გაწყვეტინებ
ერთხელ შენ ჩვენს ჯგუფში კეთილის სიტყვიერებაში დაწერე ესეთი ამბავი კახელების, რომლებიც რიგში იდგნენ. ზუსტად თემა აღარ მახსოვს და თუ შეიძლება თუ გაიხსენებ. იმ მომენტში ძალიან მეუცნაურა ეს და კონფლიქტი, რომელიც ძალიან მშვიდად დამთავრდა, რა იყო ეს? ნუ კახეთში ვმუშაობდა, რიგია საშინელი და ნუ კაც ვთხოვ რომ ბატონო თუ შეიძლება ხელი მომიწერეთ ქვითარზე. რა თქინდა შვილო ხელმოწერა და რაღაცა და მეაქ არა ვარ და ნუ მთელი ამბავი და ნუ არ შეიძლება ბატონო და უცებ გვერდზე მეორე რიგში კაცი დგა. ბიჭო მოაწერე ხელი, თორე ხელმოწერის გარეშე შენმა ცოლმა არ მოგცა და ესენი ფუსბაქს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მართლა მეგონა რაღაც მოხდებოდა, მაგრამ კაცმა ნუ სამწუხაროდ დაითანხმა. მართალია. უღმესი მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი ტაში ჩვენ სტუმრებს. ხოთ ნახეთ ფილმი. ზანუს გავგზავნიდი ჩემ ხალხს, ქართველებს, თელ საქართველოს რომ ავიცი ცოტა დავდინჯდეთ, უფრო მეტად მოვისმინოთ ერთმანეთის, უფრო მეტად გაუგოთ, ვაპატიოთ, უფრო მიმტევებლები ვიყოთ. მოვეფეროთ ერთმანეთს. მარიამ ყიფიანი და ხატია ეჯაშვილი. ვართ ბიზნესის სტუდენტები. ყველაფრისთვის იყენებენ ამ წერილს, შეიძლება და გაეგზავნოთ ნებისმიერი ინფორმაცია ამ წერილის საშუალებით. და ნებისმიერ დროში. სამწუხაროდ 21 საუკუნეში რთულია მოსწარი და მსგავს წერილების გამოყენება და ამიტომაც ძირითადად ვიყენებთ Facebook-ს, ინტერნეტს, მიჩქმავა, ესე რომ ვთქვათ, ეს უსტარის სიმბოლო. წერილი ქაღალდის ფორმით არ არის. საშუალებად SMS-ი და Facebook-ი რა. ლუკას მეგობრებსაც კი უსურებ კარგს, მე ჩემს აზე ვიტყვი. რა ვიცი, ჩემ მეგობრებს ულოცავ ყველას, ოჯახის წევრებს მეც. და რა ვიცი, ყველას ვისაც ვიცნობ და კიდევ ვისაც არ ვიცნობ იმათაც რა. თუ გსმენიათ რა არის უსტარი? ესეთი სიტყვა. სმენია, მაგრამ ვერ რა შეიძლება ნიშნავდეს? ძველი ქართულიდან არის, ხო? მე ვიყენებ უბრალოდ პირდაპირ კომუნიკაციას, არც SMS ვაგზავნი, არც წერილს, ნუ ტელეფონით შეიძლება დაუკავშირდე და რაღაც ხმით, მოკლედ, ხო. აკაკი ურუშეს. როცა მოგაგონდე თქვენ გენაცვალეთ კაკალბურში, როგორც ყველი ხაჭაპური. დიდი მადლობა. 100 წელი კაპიტალური რემონტის გარეშე იცხოვრეთ. ერთი ძმაკაცი მყავს რა, მეგობარია, ძალიან ნერვებს მისლის რა. რა ვიცი, აბა ცოტა დაწყნარდეს, დაიოკოს ის ნერვები და ცოტა წყნარად იყოს რა. რას აკეთებს ეგეთ? აი სამსახურში რა რაღაცებზე აი ტვის ბურღავს რა, ეგრე რო თქვა. ცოტა აზე მოვიდეს რა. კორეულად მითხარი ჯერდა, მე რა ქართულად. ორი სიტყვა. ორი მე დაგიჭა. 존경하는 조지아 국민 여러분, 저는 조지아에서 열심히 살아가고 있는 한국인 중 한 명입니다. 연말 연시를 맞이해서 여러분들의 가정에 행복과 건강과 행운이 넘치길 기원합니다. 사카투엘로스 코리아 가우마리조스. როგორ არის საქმე, რა განწყობით ახლა? რათა? საქართველოს ვერ არის კარგად. არა უშავ. არ იქნება სულ ესე. დავესწროთ ყველაფერს. ჯანმრთელება იყოს. რა მithქვა? მიდი დაიწყე. უსურვე რაც გინდა, ვისაც გინდა. ჩემ ოჯახს რა იზრლად, ოჯახს უსურვე ალბათ, ჩემ ოჯახს. თელ საქართველოს უსურვება. რას უსურვებ? რა მოდი რა შეგედამი რა. თელ საქართველოს უსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერობას, მშვიდობას პირველ რიგში რა მთავარია. ყველას მოუწოდებთ. NTV-ია და ელექსუოფ. არა, ეს არის სკა. Ска, да? Давай. Ничего не могу сказать. Месяц передавай. А ну давай. მიდი. სურვილი მილოცვა რაღაცა. მიდი აბა დაგელოდები. არა, არ გინდა? კაი.
არ გინდა? რატო? რატო? ვერა? კაი. იყავი მან სადაც ახლა ეს ჩამოწია ცოტა. მშვიდობა და ჯანმრთელობა უნდა მოგიტაროს, რაც თავარია. მე ბესიკი ჯაფოშვილი ვარ. უბრალოდ რა ვიცი რა სიკეთეები და კარგები. რა ვიცი იმედი მცოცხლო, მაგრამ იქნება კი, რა ვიცი. რაც კიდევს გულში გითხარი, როგორ ფიქრობ? მაგირო თქვა გადამასახლებელი და კიდევ ემიგრანტებს რა ვიცი დაბრუნებული იყვნენ, ყოფილიყოს ეს ცხოვრება, რომ საქართველოში ღირებული იყოს ცხოვრება ქართველების. ჟურნალისტის შვილი ყავს და მე თქვენ გენოცე. კონკრეტულად ვისაც რა გინდა ის უთხრა. თუ ალი აქვს ვინმეს დასაბრუნებელი? გამარჯობა. თავად? მეგობარ დანდები. არა, როგორ გაზი? გახსოვოთ? კი. შეიძლება შეიძლება რაღაცა. არიან. რაღაცა იყო, ძალიან გამეხარა. შეგორელო ტეტია. ხორი თელი არა, ხარ? კი, მას. მე ხო ზოდარა. რაღაც როგორ კი, კი. საერთოდ თაშვები. აი ახალ წელი მოგიდეს, კაი ბიჭი ხარ, კაი ძმაკაცები ხარ. სადაც გაგაჩერება ხო ბებერი ვარ 4 წლისა ვარ, პატარა გიერა ვარ. რაღა პარა. აი, ჯერ ბებრობამდე ჯერ ადრეა. რაღა ადრეა ბიჭო დავეძრო, სადღაის. რატო? როგორ მიხარ გული არ დაბერდეს თავარია. უკრავიცე და მაგრამ ეს გიტარას მათრედი ხო წადია გერბა. ხო ცხელსაც გამწევდება, ხო? ხო. კარგად ვიყავით. უსტარი, დავთარი, გზავნილი, წერილი, შეტყობინება, გნებავთ მესიჯი. თქვენს დარდსაც და ვარამსაც წერილი წაულია. როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, თუ ადრე ჩვენ შორის მანძილი მოკლე იყო და კომუნიკაციას დიდი დრო სჭირდებოდა, დღეს კომუნიკაციამ დრო შეამცირა. და იმედია ჩვენ შორის მანძილი კიდევ უფრო დაახლოვდება. ასეთი იყო დღევანდელი სეისმური ზონა. დაველოდოთ, რა მოხდება ხვალ, რა იქნება შემდეგი. სულ კარგად გრძანდებოდეთ. მომავალოთ შაბათამდე. ერთი ნახვით ჩამიყვარდი ყროყინად გოხტამარო აბა მითხარ უშენობით როგორ უნდა გავიხარო ვოი დანგლი დალალო და ჯანგოგო მედაშე დუნგლი დანგლი დალალო და შენ მიყვარხარ ჩემო მზევო მეც მიყვარხარ შენც გიყვარვარ აქ როგორ გავიცხოვროთო იქ წავიდე ტიფლისია ინდი დუჩი ვიცავლოთო ვოი დანგლი დალალო და ჯანგოგო მედაშე დუნგლი დანგლი დალალო და შენ მიყვარხარ ჩემო მზევო Saxşiya